მოგესალმებით ძვირფასებო. ბედნიერი დღეები ყველას. ვიწყებთ ჩვენ მორიგ შეხვედრას, ემპათიის მორიგ შეხვედრას. ემპათიის შეხვედრები, როგორც მოგახსენეთ, საჩუქარია 31 დეკემბრის ეს განსხვავებას კვების მიმართულებით, კვების კონცეფციას 24 საათი, რომელიც 24 საათის პროფესია ნიშნავს. არამედ იმას, რომ 24 საათის განმავლობაში ორგანიზმი მომარაგებული უნდა იყოს საჭირო საშენი მასალით და არა ტოქსინებით და არა მავნე ნივთიერებებით. ამაზე გვესაუბრება უმაგრესი პროფესიონალი და უმაგრესი პიროვნება მაკაჯაუშვილი და ხოლო მეორე ნაწილი ჩვენი შეხვედრის დაეთმობა ჩვენს ჯანსაღ აზროვნებას და ამას ასევე უმაგრეს პროფესიონალი და პიროვნება თამარ შარიქაძე წაუძღვება. მოკლედ ახლა მე გადავალ მაკასთან და ვთხოვ მაკას გვესაუბროს კვების კონცეფცია 24 საათი რას ნიშნავს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამ საკითხის გაცნობიერება და გათავისება. წინასწარ მადლობთ ორივე გამომსვლელს, დიდი მადლობა და დამსწრეებსაც. მადლობა ნინო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი რომ მე ვარ მაკაჯაუშვილი, დაბალანსებული და სწორი კვების კონსულტანტი, ესე ვთქვათ, მიამაყება იმის რომ ვარ 55 წლის. იმის გამო რომ აი დაბალანსებული კვების პირობებში ჩემი ასაკი არც ვიზუალურად არ შინაგანა დამალული არ არის და ამის გამო შემიძლია ამაყავ თქვა რომ ვარ 55 წლის. ეხლა რაც შეეხება ჩვენ თემას, ჩვენი დღევანდელი თემა არის კვების კონცეფცია 24 საათის განმავლობაში. დავიწყოთ იმით, რომ მივყვეთ სტატისტიკას და დღესდღეობით მსოფლიო ჯანდაცვის კვლევის მონაცემებით საქართველოს არის შესული ჭარბწონიანთა რიცხვში, სადაც აღნიშნულია, რომ 27%, აი ყოველი 10 ადამიანიდან 6 ადამიანი არის ჭარბი წონით. აქედან 3 უკვე გაცხიმოვნების შედეგების იმკის. რაც შეეხება სკოლის ბავშვების 27%-ში არის 7-დან 9 წლამდე ჭარბი წონა და 11%-ში არის უკვე იქაც გაცხიმოვნება. ასე რომ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, დღესდღეობით თითქმის მოზრდილებშიდაც და დიდებშიდაც ყოველი მესამე ადამიანი არის ჭარბი წონის მატარებელი. ძალიან ხშირად ამბობენ რომ ჭარბი წონა, ანუ ეს გენეტიკა ახდენს ზეგავლენას, მემკვიდრეობით ესეთი ისე მაქვს დედა მყავდა ჭარბ წონაში, მამა, მამი და ვიღაც ესეთი, მაგრამ ნამდვილად არა, გენეტიკა სულ რაღაც 8% ახდენს ზეგავლენას ჩვენი ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზე, 11% აქვს ეკოლოგიას და 75% დაყრდნობილია მაინც კვებით, უნარჩვევებზე და კვებაზე. იმაზე თუ რას მივირთმევთ ჩვენ ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, კვები არის ისეთი მომენტი, რომ ყოველი ადამიანმა თვითონ გაცნობიერებულად უნდა მიუდგეს კვების საკითხებს. თუ ეს არ მოხდა მისი ნებასურვილით გაცნობიერებულად, ამ ვერც არ ითქვავს ის, რომ რა საშიშროება მოაქვს ჭარბ წონას. დავიწყოთ იმით, რომ ჭარბი წონის მატარებელი ადამიანები ძირითადად არიან დაავადებულები, აი ყველა სახის თითქმის დაავადებით. დავიწყოთ პირველი pH გარემოთი, ეს ჩვენი pH გარემო, იცით 7.7 დაახლოებით 8-მდე არის ნორმის ფარგლებში. თუ ერთით მაინც იქდა გადახრა, უკვე ჩვენი ეს pH გარემო დარღვეულია და აი ასეთ გარემოში ძალიან ადვილად მიდის ყველა მიკრობის, ვირუსის, ნივთიერებების გამრავლება, რომელიც უკვე დაავადების ხელშემწყობია და ადვილად მიმდინარეობს დაავადება. აი ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზებზე კი არა, ჭარბი წონა იწვევს ხო? ყველა თითქმის ყველა ორგანოს დაზიანებას აღწევს. ეს იქნება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, აი გულში კუნთოვანი ქსოვილის ჭარბი წონის შემთხვევაში კუნთოვანი ქსოვილის რღვევა ხდება და მოგეხსენებათ რამდენად რთული შედეგი მოყვება ამას. ასევე თვითონ სისხლძარღვებში შიგნით ხდება ათეროსკლეროზული პოლაქების დაგროვება, ჰიპერტენზია, ესეც ჭარბი წონის შედეგია. რა თქმა უნდა, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ხომ კვების შედეგია და ასეთ ადამიანებში მკურნალობა და წამლისმიერი დახმარება ნამდვილად უნდა გადავდოთ გვერდზე და უნდა მივყვეთ მის კვების რაციონის შეცვლას, მთლიანად და კვებითი უნარჩვევების შეცვლას. ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, რა თქმა უნდა, კვების დარღვევით არის გამოწვეული ცვლილებები, ძალიან ბევრი ცვლილება. ჭარბი
წონა იწვევს დაავადებას, აი ჭარბი წონის შემთხვევაში ღვიძლში ხდება გაცხიმოვნება და ქოლესტერინის დონის მომატება. მთლიანად ირღვევა თვითონ ღვიძლის ფუნქციები. ასევე ნაღლის ბუშტში ხდება კენჭების დაგროვება და ქოლეცისტიტის განვითარება. სასუნთქის სისტემის შემთხვევაში და რა თქმა უნდა ჭარბი წონა უარყოფით ზეგავლენას ახდენს და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჭარბი წონით არის ასთმის თითქმის კანდიდატი, იმიტომ რომ სასუნთქის სისტემა ძალიან ცუდად მუშაობს. რაც შეეხება ონკოლოგიას, აი ონკოლოგიის გამომწვევიც კი ხშირად ჭარბი წონა არის. აი ისეთი ქალბატონები, რომლებიც ჭარბ წონას ატარებენ, ასეთ ძალიან ხშირია ონკოლოგიური დაავადებები და მამაკაცებში ძალიან ხშირია პროსტატის ჯირკვლის სიმსივნე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენ კვებით უნარჩვევებს, როგორ ვიკვებებით, როგორია ჩვენი მენიუ და ყოველთვის უნდა ვეცადოთ ჭარბი წონის შემთხვევაში თვალყური ვადევნოთ იმ კვებით რაციონს, რითაც ჩვენ ვიკვებებით, აუცილებელია. ხშირად ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვსაუბრობთ კვების ორმაგი ხაფანგის შესახებ და თუ კი გახსოვთ ის ორმაგი ხაფანგის სქემა, შეგახსენებთ, რომ აი ზემოთ, რაც ჩვენს ორგანიზმში ჭარბად არის, არასრულფასოვანი კვების შემთხვევაში არის ცხიმი, შაქარი, მარილი, ალკოჰოლი, მავნე ნივთიერებები, პესტიციდები, ეს არის ზედა ზღვარზე, რომელიც არასასურველია. ცხიმი მთლიანად ცხიმი კი საჭიროა ენერგიის წყაროსთვის, მაგრამ ჭარბი რაოდენობით ცხიმის შემთხვევაში ძალიან ბევრი უარყოფითი ნივთიერებების გამოყოფა ხდება თვითონ ცხიმის საშუალებით, რომელიც სასურველი არ არის ჩვენი ორგანიზმისთვის. ზედმეტი შაქარი აი ისეთი კვებითი პროდუქტების მიღება, რომელშიც უმნიშვნელოდ შაქარია და სხვადასხვა იმით გროვდება ჩვენს ორგანიზმში ჭარბი შაქარი. შეიძლება ასეთმა ადამიანებმა თქვან, რომ მე უშაქრო ჩაის უშაქრო ყავას მივიცემ, მაგრამ სხვადასხვა პროდუქტებით იღებდნენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც მათ ორგანიზმში შაქარს აგროვებს. შაქარი, ჭარბი რაოდენობით შაქარი იწვევს ცილის უჯრედების რღვევას და ამასაც მივყავართ კუნთოვანი ქსოვილის დეფიციტთან. მარილი ჭარბი, მაგრამ იმ pH გარემოსაც არღვევს, იწვევს სხვადასხვა შეშუპებებს, წყლის შეჩერებას ორგანიზმში, თირკმელების ფუნქციონირების დარღვევას, არც ეს არ არის სასურველი ადამიანის ორგანიზმისთვის. ასევე ალკოჰოლი, არც ალკოჰოლს არ მოაქვს კარგი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე. არც დიდი რაოდენობით, აი ზოგჯერ ამბობენ, რომ ლუდის დალევა შეიძლება, ამიტომ მაღალი პროცენტით არ შეიცავს, თქვათ, ალკოჰოლს, სპირტს, მაგრამ ესეც მცდარი მითია, იმიტომ რომ ალკოჰოლი არის ფუჭი ენერგია, ლუდი არის ფუჭი ენერგია და არანაირი სასარგებლო თვისება ადამიანის ორგანიზმისთვის არ აქვს და თანდათანობით ლუდის ზედმეტ მოხმარებას მოაქვს ვისცერალური ცხიმის დაგროვება. და ეხლა წავიდეთ გავყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ ებრძვიან ჭარბ წონას, ხო? ზოგჯერ მიმართავენ, კი არა, უმრავლეს შემთხვევაში მიმართავენ ვარჯიშის სხვადასხვა დიეტებს. დიეტები, აი ვარჯიშობენ ზოგჯერ იმდენად დამღლელია, რომ მთელი დღის განმავლობაში ვარჯიშობენ და დიდ დროს უთმობენ ვარჯიშს. არის ასევე სხვადასხვა უამრავი, ალბათ 1000 დასახელების დიეტა არის, რომელიც არც ერთი არ მუშაობს ამ 1000 დასახელების დიეტიდან, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ დიეტა არის რაღაც შეზღუდული კვების გარკვეული მომენტი, ხო, რაღაც გარკვეულ დრომდე არის ადამიანი დიეტაზე, არის 1 თვე, 2 თვე, ხო? ან 2 თვეზე მეტი მართლა არ ვიცი, მაგრამ ყველა დიეტა მაინც შემზღუდველია. ზოგში არის კალორიების შეზღუდვა, ზოგში თვითონ საკვები პროდუქტების რაოდენობის შემცირება, ზოგი დიეტა მოიცავს მარტო ცილოვან პროდუქტს და სხვას არ მოიცავს. ესეც რა თქმა უნდა ორგანიზმისთვის სასურველი არ არის და ბოლოს ადამიანები ვერ უმკლავდებიან ასეთ დიეტებს და რა თქმა უნდა უკმაყოფილო არიან ასეთი დიეტით და გარკვეულ დროის განმავლობაში თავს ანებებენ, წყვეტენ დიეტას და გადადიან, უბრუნდებიან ისევე იმ გზას და იმ კვებით რეჟიმს, როგორზედაც იყვნენ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი დაკლებული კილოგრამების მომატება ორჯერ ხდება, ან ზოგჯერ სამჯერაც და თითქმის 60% ადამიანებისა დიეტაზე მყოფი ადამიანების, რა თქმა უნდა, დიეტის უკმაყოფილოა, ამის შემდეგაც ვითარდება დეპრესია, ცუდი გუნება, განწყობილობა, ნევროზი, ფსიქიური აშლილობა და აი გაღიზიანებადობა და ძალიან
ძალიან ბევრი ნერვული სისტემის მოშლა მოყვება ასეთ შედეგს. არის ასეთი პრინციპი, იო-იოს პრინციპი, რომელი აი ესეთი ადამიანების, ვინც ხშირად დიეტაზეა, დაიცვა დიეტა, მერე დაიკლო, ისე მოიმატა, ამას ქვია იო-იოს პრინციპი, იმ მხრივ რომ აი სათამაშო არის ერთგვარი, რომელსაც კედელს რომ ესვრით შეიკუმშება, უკან გადმოვარდნის შემთხვევაში ის ისევ იჭიმება და ესეთი ის ემართებათ ხშირად დიეტაზე მყოფ ადამიანებს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი უმთავრესი აუცილებელი ის რომ უჯრედის კოდი. რა არის უჯრედის კოდი? თითოეული ადამიანის სხეული შედგება 100 ტრილიონი უჯრედისგან და 100 ტრილიონი უჯრედს ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, სჭირდება კვება. თუ რა საკვები ნივთიერებები სჭირდება, თუ ყველა ჩვენგანმა იცის, რომ სჭირდება ვიტამინები, მინერალები, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, მაგრამ აი ეს უნდა იყოს გარკვეული რაოდენობით და სასარგებლო რაოდენობით შემდგარი რაციონი. აი ორმაგი ხაფანგი ვახსენეთ, ხო, ზედმეტი ჭარბიწონის ის ავხსენით უარყოფითი რაც არის და რაც აკლია ჩვენს ორგანიზმზე, რაც ის არის ამ ორმაგი ხაფანგის შემთხვევაში არის ეს, რომ აკლია სასარგებლო ვიტამინები, მინერალები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, სასარგებლო ნახშირწყლები და სასარგებლო პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავეები. ამიტომ ყოველთვის ყურადღება უნდა მივადევნოთ ჩვენ რაციონს, რას მივირთმევთ და ისეთი ადამიანები, რომელსაც უჭირს სწორი კვების ისა, ყოველთვის უნდა განსაზღვრონ, რომ აი ამის მიღებას, რა მოყვება, რა ის არის ჩვენს ორგანიზმში და როცა ამას ჩაუღრმავდებით და დავფიქრდებით, ხო, დარწმუნებული ვარ, რომ არავის აღარ მოუნდება ისეთი მავნეს საკვები პროდუქტის მიღება, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო და სასურველი არ არის, რა თქმა უნდა. ამიტომ დღესდღეობით მე-21 საუკუნეში ისეთი მდგომარეობა არის, რომ მარტო ტრადიციული კვების პროდუქტებით იმ შედეგებს ვერ მივიღებთ და ორგანიზმსაც ვერ შევავსებთ, ისე როგორც საჭიროა ის უჯრედის კოდი, ხო? ყოველდღიურად ჩვენს ორგანიზმს სჭირდება 114 დასახელების მიკრო და მაკრო ნუტრიენტები. დღევანდელ დღეს არ მოიპოვება პროდუქტები ისეთი შემცველობით, რომ აი ეს შევავსოთ ჩვენს ორგანიზმში და ჩვენმა ორგანიზმმა იფუნქციონიროს ისე როგორც საჭიროა და ის ყველა საჭირო მიკროელემენტი, მაკრონუტრიენტი აიღოს და შეითვისოს ამ გარე ტრადიციული პროდუქტებიდან. ამიტომ აუცილებელი არის ის ჩვეულებრივი ტრადიციული კვების პროდუქტებს დავამატოთ ფუნქციური კვების პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ამ მიკროელემენტებს ყოველდღიური მომხმარებისთვის, ვიტამინებსაც, სასარგებლო ცხიმებსაც და სასარგებლო ნახშირწყლებსაც, ეს აუცილებელია. კვების მეცნიერება, ადრეც აღვნიშნეთ ჩვენ და ვთქვით, რომ არის სხვა მეცნიერებებთან შედარებით უფრო პატარა არის და სადღაც 200 წელიწადს ითვლის და თანდათანობით ხდება კვების მეცნიერების განვითარება და ამიტომ აუცილებელია, რომ ტრადიციული კვების პროდუქტებთან ერთად 21 საუკუნის ადამიანის კვების რაციონში მოხდეს ამ ფუნქციური კვების პროდუქტების ჩართვა. როდესაც ჩვენ აი წყალსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის შემთხვევაში, იმიტომ რომ წყალი არის ისეთი გარემო, სუფთა წყალი, რა თქმა უნდა, არის ისეთი გარემო, სადაც ხდება ნივთიერებათა ცვლის მიმოცვლის პროდუქტების გამოტანა. წყალი ახდენს გამოვიტანოთ ის მავნე ნივთიერებები, ტოქსინები ორგანიზმიდან, რაც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ ორგანიზმში მიდის ეს ჟანგვა აღდგენითი პროცესები. აჩქარებს მეტაბოლიზმს, კარგ გარემოს ქმნის იმისთვის, რომ აღდგენითი პროცესები უფრო სწრაფად წავიდეს, უფრო კარგად წავიდეს და უფრო მეტი იყოს აღდგენითი პროცესები ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე, ვიდრე დაჟანგვითი პროცესები. ასე რომ, მეგობრებო, აუცილებელია ყოველთვის ადამიანი, როდესაც რაღაც ეტაპზე, რაღაც დონეზე წონაში ვერ იკლებს, თუ არ არის ჯანსაღად, არ მისი ცხიმოვანი ქსოვილის ან ვისცერალური ცხიმი მომატებულია, ყოველთვის ნებაყოფილობით გააზრებულად გადავავლოთ თვალი კვებით რაციონს და ყოველთვის ვიყოთ იმ იმაზე, თუ აი რას ღებულობს თითოეული ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს როგორც აღვნიშნეთ, თავიდან უნდა იყოს გათვითცნობიერებულად და ნებელობით უნდა მოხდეს ადამიანის ესეთი კვებითი პროცესების გადაჯაჭვულობა.
ძალიან ბევრი დამოკიდებულია ამ ჩვენი კვების რაციონის შედგენის ჩვენი ხვეცნობიერი როგორ მუშაობს ადამიანის თვითონ ბუნება და ისეთი ადამიანები რომლებიც ამას მალევე აღიქვავენ, მალევე ხვდებიან რა თქმა უნდა სწრაფად და დროულად გადადიან ჯანსაღ-კვებაზე, სწრაფად რეკენ განგაშის ზარებს და არასოდეს არ არის რა თქმა უნდა ჯანსაღი კვების გზაზე გადასვლა, იმიტომ რომ ამით რა თქმა უნდა ვაუმჯობესებთ ჩვენი სიცოცხლის პირობებს და დღეგრძელობასაც ვაუმჯობესებთ. როდესაც ადამიანი ჯანსაღი კვების გზაზე დგას, ამიტომაც აი დაბერების პროცესებიც ნელა მიდის, დაბერება გარდაუვალი პროცესია და ვერანაირად წინ ვერ აღუდგებით, ვერ შევაჭერებთ, მაგრამ როდესაც ჭარბი წონა არის, იქ ცხიმი გამოიყოფა, დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვება ხდება ორგანიზმში, ირღვევა ჰორმონალური ნივთიერებათა ცვლა, აი ეს ხელს უწყობს უკვე დაბერების პროცესების დაჩქარებას. ყველას მოგეხსენებათ და ყველა მიცით ზრდის ჰორმონი. ზრდის ჰორმონი ბავშვებსა და მოზარდებში, რა თქმა უნდა, ასტიმულირებს და მოქმედებს ზრდის ზეგავლენაზე, ხოლო უკვე ასდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანებში ზრდის ჰორმონის წარმოქმნა ემსახურება გაახალგაზრდავების პროცესს. და ამ გაახალგაზრდავების პროცესის შედეგად, აი როცა ზრდის ჰორმონი კარგად გამოიყოფა თითოეული ადამიანის ორგანიზმში, მისი გაახალგაზრდავების პროცესი მიდის სახის კანით, ის კანზეც ახდენს ზეგავლენას, უფრო გამოიყურება, რა თქმა უნდა, ვარდისფერია, ელასტიურია და ნაკლებად არის დანაოჭებული და სახეზე ნაოჭების კვალიც არ ჩანს. აი ძალიან დიდი, მაგიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი კვებას როგორ მივყვებით, თითეული ჩვენი თებში როგორ არის შედგენილი და რა დევს თითეული აი რაც დღის განმავლობაში ჩვენს თებში. ამაზე ჩვენ სულ მუდამ რა თქმა უნდა ყურადღებაში ვართ და სულ მივყვებით იმ ადამიანებს და ყოველთვის ვაკონტროლებთ თითეული ადამიანის რა თქმა უნდა თებში და ვასწავლით როგორ უნდა ააწყონ თავიანთი თებში, რომ ყოველი კვების რაციონში შედიოდეს ვიტამინებიც, მინერალებიც, ცხიმით, სასარგებლო ცხიმი, ცილა და ნახშირწყლები, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ენერგიის წყაროს წარმოადგენს და ეს ნახშირწყლები იყოს რთული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რთული ნახშირწყლები ორგანიზმისთვის უფრო ნელა გადამუშავდება და ნელა შეიწოვება და სასარგებლოა, ვიდრე მარტივი ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლები მალევე ხდება შეწოვა და აი მალევე აქვს ადამიანს უკვე მერე შიმშილის შეგრძნება და სულ ეძებს სხვა რაიმე ისეთ სასუსნავს, რომელიც დააკმაყოფილებს. ასე რომ მეგობრებო, აუცილებელია ჩვენი კვების რაციონს ყოველდღიურად და ყოველ ვაკონტროლოთ, თანმიმდევრულად მივყვეთ და ავაწყოთ ისე ჩვენი კვების რაციონი, რომ იყოს ჯანსაღი, სწორი და ეს რა თქმა უნდა გაახალგაზრდების პროცესებსაც ხელს შეუწყობს და გუნება განწყობილებასაც რა თქმა უნდა მუდამ კარგ ხასიათზე, კარგ განწყობილებაზე და ყველა ორგანო, მთელი ორგანოთა სისტემები იმუშავებს ერთმანეთთან აწყობილად. შემდეგ უკვე თამუნას დაუთმობ. დიდი მადლობა მაკა, საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია ძალიან ასეთი ჩართვის დროს ინტერაქცია და ძალიან კარგი იქნება თუ ლიაც შემოვა და თუ არის ჩვენთან კიდევ შემოსული რომ ეს ინტერაქციული საუბრებით წავიდეს, უფრო მნიშვნელოვანია. განვიხილავ კიდევ ერთხელ იმას, რაც აქამდე გავიარეთ, იმიტომ რომ ჩანაწერი კეთდება და ყველა ის ადამიანი, ვინც ვერ შემოდიოდა, ვერც ახლა დღეს ვერ შემოვიდა და ვერ დაესწრო სხვადასხვა მიზეზების გამო, მოისმენს და გაივლის ყველა იმ თემას, რომელი თემების ჩვენ აქამდე გავიარეთ. პირველი ეს იყო შემზღუდველი რწმუნებულებები და ვიცით ყველა ის აზრები, ყველა ის წარმოდგენები, მცდარი აზრები, რომლებიც რწმენები უბრალოდ რომლებიც დღევანდელ დღემდე ჩვენ გვიშლიდა ხელს. ეს არის ჩვენი შემზღუდველი რწმუნებულებები ცხოვრებაში, რომლებიც ძალიან გვიშლის ხელს, რომ ჩვენს დასახულ მიზნამდე მივიდეს ძალიან მალე. ჩვენ უკვე შევისწავლეთ აი ამ შემზღუდველი რწმუნებულების განეიტრალების ტექნიკა და ამას აღარ დაუბრუნდები. შემდეგი ეს იყო ჩვენი გავლილი პატიების ტექნიკა, პატიების სამეტაპიანი ტექნიკა, რომელიც ჩვენ პირველი და მეორე ძალიან კარგად გავიარეთ. მაინტერესებს რაიმე შეკითხვები ხომ არ გაქვთ? და რაიმე მნიშვნელოვანი თემა ხო არ არის აი ამ პატიების პირველ ეტაპსა და მეორე ეტაპთან დაკავშირებით? ნინო, მაკალია, რა ვიცი. თუ იტყვით? პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, და თქვენი დახმარებით, მართლა ეს პატიების კარგად გავიარე, კარგად შევძელი. მეორე ეტაპი, რომ მე მოვხადო ბუდიში და
ხო, მე ვითხოვ პატიებას, სიმართლე გითხრა, როგორც აღნიშნე, ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა. მაგრამ მაგ საკითხზეც მუშაობ ნამდვილად. და რამოდენიმე ის ჩამოვწერე, ხო, რომ ვის ვთხოვ პატიებას, ეგეც. ძალიან კარგი. სხვებს ხომ არ სურთ კიდევ თავისი აზრის გამოთქმა? და აი დარწმუნებულებზე მინდა რომ გავაკეთო, აუცილებლად გავაკეთებ. ისე გამოვიდა რომ სამეზრობად ვერ მიყვები და ამიტომ დავიწყე, თუმცა ბოლომდე არ მიყვანია. რომელი ეტაპი გააკეთეთ ლია, რომელი პირველი ეტაპი დავიწყე და არ მიყვანია ბოლომდე. სამი დღე საკმარისია კი პირველი ეტაპი, პატიობ და ყველა იმ ადამიანს პატიობთ ყველაფერს. შემდეგი 3 დღე უკვე აუცილებელია, ეს არის მე ვითხოვ პატიებას და ამ ეტაპზე ხართ უკვე? არა, პირველი არ გადავსულა მეორე ეტაპზე. პირველი ეტაპი, ხო, კი, ესე იგი ჯერ არ გადავსულა. ორი გავაკეთე, მე რაღაც ხელი შემეშალა რაღაცებო. პირველი ეტაპი რომ დაასრულეთ, რა შეგრძნებები გქონდათ მაინტერესებს ყველასთან? მე არ ვხედავ დავასრულე და ამიტომ ხო, ეს ადრეს გამიკეთებია, თუმცა რა თქმა უნდა გროვდება პერიოდულად წვენა და შესაბამისად თავისუფლება მისგან აუცილებელია. ამიტომ მინდა თავიდან გავაკეთო და ამის შემდეგ პარალელურად არ შეიძლება, ხო? ჯობია ერთ-ერთი, მეორე და მესამე ეტაპი რა. კი, პირველი ეტაპი დღევანდელ დღემდე, აი ბავშვობიდან მოყოლებული რაც გახსენდებათ და რაც იცით დღევანდელ დღემდე. მნიშვნელოვანია რომ ის გავაკეთოთ, იმიტომ რომ დღევანდელი დღიდან მე უკვე ვთქვათ, ერთი კვირის შემდეგ, ორი კვირის, ერთი თვის და უფრო შემდეგ შეიძლება კიდევ რამე დაიმატოს, მაგრამ ჯერ უნდა მოხდეს განთავისუფლება აი ამ პირველი ეტაპის და უმჯობესია, რომ ის 3 დღე დაუთმოთ, ის 20 წუთი ნახევარი საათი საკუთარ თავს, აუცილებლად, რომ მოხდეს ჩვენთან პატიების თხოვნა და განთავისუფლება, რომ აი პატიობ და გავთავისუფლდეთ უფრო სწორად ჩვენი თავი გავთავისუფლოთ აი ამ მარწუხებისგან, ამ სიმძიმისგან, ამ ტვირთისგან, რაც ჩვენ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი 3 დღე, აი პირველი ეტაპი დავასრულოთ. ეს ამას რო დავასრულებთ, შემდეგ უკვე გადავიდეთ მეორე ეტაპზე. მაკა საქმეები ხო, მოუთავრებელი საქმეების ტექნიკას. აი რა არის ხოლმე ასე დროს ამ შემთხვევაში, ესე იგი ჩართვის დროს, ასე ჩვენი შეხვედრის დროს გვაქვს სურვილი, мотиваცია, სტიმული ყველანაირად. ეხლავე უნდა ვთქვათ, რომ აი რომელ დღეებს და რა დროს დავუთმოთ აი ამ ტექნიკას. კონკრეტულად. მაგალითად, დღეს ხვალ ზეგ, ან ხვალ ზეგ მაზეგ. აი ზუსტად კონკრეტულად რომ რა დროს? დილით ადრე? საღამოს? კონკრეტული დრო. მე საღამოს. საღამოს უფრო. საღამოს. ლია შემთხვევაში? კითხვა. ერთი კითხვა. რამდენად შესაძლებელია დღის მანძილზე გაგახსენდეს ჩაწერო და საღამოს აუშვათ დააკეთო პროცედურა დაწვის არის თუ რაც არის როგორც არის. შეიძლება მთელი დღის მანძილზე დაიმატოთ. კი, როგორ არა. მთელი დღის მანძილზე შეიძლება ახალ-ახალი ის რაღაც წამოვიდეთ ისეთი რომ ის დაემატოს იმპულსს და მერე უკვე ერთიანად შევსებული რაც იქნება, მერე მთლიანად განადგურდეს საღამოს. ეს თავისუფლად შესაძლებელია, კი. ტვინი დღის განმავლობაში ხო ფიქრობს მაინც. აბა რა, ახალი წამოვა კიდევ ახალი. ძალიან კარგია. და საღამოს აი სანამ დაიწყოს სანამ ხო აი მე საღამოს როცა უკვე ჩემთვის მარტო ვრჩები მაშინ წერ მაგიმას კი ძალიან კარგი კარგით ესე იგი პირველი ეტაპი და მაკა მეორე ეტაპზე ვარ თუ არა ჯერ კი როგორ არა მეორე ეტაპიც დამრჩა მეორე ეტაპში ის რომ კიდევ ვისგან ვითხოვ პატიებას გამოდენივე კი კიდევ დამრჩა ის არ დასრულებულა ბოლომდე არ დასრულებულა ხო კიდევ ჩა ხო რომ მაშინ დღევანდელ დღეს არ გავაჟღერებ ბოლო ეტაპს, იმიტომ რომ დავასრულოთ პირველი და მეორე უფრო უკეთესია, ხომ? და შემდეგ ჩართვაში უკვე მე იმედი მაქვს, რომ პირველ და მეორე ეტაპს უკვე დაასრულებ და ყველაფერი იქ იქნება დასრულებული და მესამე ეტაპს უკვე გავაჟღერებ შემდეგ კვირას. თქვენ რა სიტყვით? კი, ჯობია. კარგი იქნება. ერთი კვირა საკმარისია შემდეგ ჩართვამდე, რომ 3 დღე და 3 დღე
აი თუნდაც კი კიდევ რაღაც აი თავიდან რო დავიწყოთ, ნულიდან რო დავიწყოთ, 6 დღე საკმარისია თავისუფლად რომ ეს გააკეთოთ. შეიძლება თუ პირველი ეტაპი დაიწყეთ 3 დღეც არ იყოს აუცილებელი და მნიშვნელოვანი 2 დღეც საკმარისი იქნება. და შემდეგ კვირას უკვე დავასრულებთ ამ თემას. მესამე ჩვენი მნიშვნელოვანი თემა ეს იყო Eisenhower-ის მატრიცა, რომელიც ჩვენ წინა ჩართვაში გავაკეთეთ. აი წარმოიდგინეთ, აი ეს 4 კუთხედი ფანჯარა. ეხლა შეიძლება ეხლა სარკულად ჩანდეს აქ, მაგრამ ეს რა არის? ყველა ჩვენი დაწყებული და დაუმთავრებელი საქმეები. რაც ჩვენ ვთქვით. ყველა საქმე, რომელიც გვართმევს ენერგიას. ვფიქრობთ, მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობთ, ჩვენი გონება არის თითქოს ენერგეტიკული ძაფებით დაკავშირებული აი ამ საქმეებთან და ვერ დავასრულეთ ეს საქმეები. ამიტომ გვართმევს ენერგია. ეს ენერგიები ჩვენგან მიდის და მნიშვნელოვანია რომ გავაკეთოთ აი ამ საქმეების ჩამოწერა. მე ვთქვი უკვე ეს დავალება იყო, რომ ყველა საქმე, ყველა ფიქრი, ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენს გონებაში, ჩვენს ფიქრებში, ერთ ფურცელზე უნდა დაიწეროს ყველაფერი და შემდეგ უკვე გავაკეთებთ აი ამ ფანჯრის მიხედვით. და ნუ თქვენი დავალება იქნება ესეც მოდით ახლა რომ ამ ეტაპზეც არ გავწევდეთ და წინ წავიდეთ ცოტა. აი ესე 4 კუთხედი ფანჯარა დახატეთ. გავყოთ ასე 4 ნაწილად, აი როგორც აქ არის ზუსტად ესე. გავყოთ 4 ნაწილად. და ზედა პირველ ფანჯარაში. აი აქ მნიშვნელოვანი საქმეები, მნიშვნელოვანი მეორე მხარის უმნიშვნელო. ქვედა პირველ ფანჯარაში დაიწერება სასწრაფო და ქვედა მეორე ფანჯარაში არასასწრაფო. ეს ხელი ჩატში რო გავიზიაროთ, კარგი იქნება. ჩატში რო გავაზიაროთ, ხო ეს? კარგად თუ ჩანს, თუ არა და გადაუღებ ფოტოს და გავაზიარებ, კი? აი ეს. რა ხდება ესე იგი, ყველა ის თქვენი ჩამოწერილი საქმეები, ფიქრები, გადაუჭრელი საკითხები, რაც გაქვთ, ყველაფერი, უნდა გავაკეთოთ ამ ეტაპით. უყურეთ, როგორ არის პირველი. სასწრაფო მნიშვნელოვანი საქმეები. პირველი ჩამოწერეთ ქვემოთ. აი უკავშირებთ აი ასე უყურეთ სასწრაფო მნიშვნელოვანი და უკავშირებთ აი ეს ამას. და იმ თქვენ სიას მიაწერეთ გვერდით, რომელია აქედან სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმეები. ეხლა შემდეგი სასწრაფო და უმნიშვნელო საქმეები, ნუ არამნიშვნელოვანი. უმნიშვნელო ესე იგი რომელიც სასწრაფოა, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანიც არ არის. ეგ მეორე. და მიაწერეთ თქვენ საქმეებს, ამასაც აუცილებლად გვერდით, რომელია სასწრაფო და არამნიშვნელოვანი საქმეები. შემდეგ არასასწრაფო მნიშვნელოვანი, მესამე იქნება უკვე. და მეოთხე, არასასწრაფო უმნიშვნელო საქმეები. რომელიც შეიძლება გადადოთ, თქვათ აი რაღაცა პერიოდის შემდეგაც გააკეთოთ და ეს არ წაგარცმევთ ახლა დროს და ენერგიას. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის აი ამ ტექნიკიდან, Eisenhower-ის მატრიციდან, რომ ყველაზე მეტად სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმეები არის ის საქმეები, რომლებიც ყველაზე მეტად ითხოვენ ჩვენგან დროს, ენერგიას და პასუხისმგებლობას. ძალისხმევას. სასწრაფო და მნიშვნელოვანი. და უკვე ძალიან კარგად გამოჩნდება აი ამ თქვენ სიაში აი ეს 4 ძირითადი საკითხი, რომელია სასწრაფო მნიშვნელოვანი, სასწრაფო უმნიშვნელო, არასასწრაფო მნიშვნელოვანი და არასასწრაფო უმნიშვნელო თემები. და უკვე ძალიან კარგად დალაგებულად ხელის ფულზე გაიფილტრება თქვენთვის რაში უნდა დახარჯოთ მეტი ძალისხმევა, მეტი ენერგია და თუნდაც თქვენი დრო და ფინანსებიც, რომ მოახმაროთ სწორად გაანაწილოთ თქვენი შინაგანი სარესურსო ძალა.
ესეც მეორე საკითხი. შემდეგი საკითხი. ამასთან ერთად მე მინდოდა კიდევ თქვენთვის გამეზიარებინა ძალიან კარგი ერთი საინტერესო ტექნიკა. წინა ჩართვაში ჩვენ გქონდა საუბარი იზასთან, ორიზასთან და ძალიან საინტერესო იყო ესეც. ეს არის ტექნიკა გავლენის წრე. და რა ხდება ამ ტექნიკის შემთხვევაში? არის საქმეები და არის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. რაზეც შეგვიძლია ჩვენ მოვახდინოთ გავლენა. ასეთ საქმეებზე. და არის ისეთი საქმეები, ისეთი მოვლენები, რაზეც ჩვენ კონტროლის გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. დაფიქრდით და ჩამოწერეთ, რა მოვლენებია, ან ვინ არიან ადამიანები, რომელთა თუნდაც ქცევებით, ან თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, ცხოვრებისეული ურთიერთობები, თქვენს გავლენას, თქვენს კონტროლს ემსახურება და თუ არის ისეთი სიტუაციები, ისეთი მდგომარეობა, რომ თქვენს გავლენას და თქვენს კონტროლს ცდება. გაიაზრეთ და წარმოიდგინეთ, რომ ის ყველა ის საკითხი და ის თემა, რომელსაც თქვენ აკონტროლებთ. ეს არის 100%-დან დაახლოებით 30%. 30%. რომელიც თქვენი კონტროლის ქვეშ არის, თქვენი გავლენის ქვეშ არის. წარმოიდგინეთ თქვენს წინ ესეთი ტბა და ესეთი წრესავით, ასეთი გაავლეთ წრე და წარმოიდგინეთ, რომ აი ეს თქვენი კონტროლის ზონა, რასაც თქვენ აკონტროლებთ, ეს თქვენი ფურცელი, სადაც ჩამოწერთ ამ თქვენ საქმეს, აი ეს თქვენი ფურცელი, აი ამ წრეში, აი ამ ტბაში, რაღაცა უხილავი ტბაა. წარმოიდგინეთ, აი ესე ამოავლეთ, გაავლეთ, აი ამ ტბაში, გაავლეთ. ეს არის, ეს 1-3 წუთი გააჩერეთ აი ესე. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ ამ კონტროლს და ამ გავლენას შეინარჩუნებთ და გააძლიერებთ. გაავლეთ და გააძლიერეთ. აი წარმოიდგინეთ, რომ იმას, რასაც თქვენ აკონტროლებთ, უკვე ჩამოწერილი არის, უკვე ყურადღებასაც აქცევთ ამ ყველაფერს, უფრო მეტად გამახვილებულია ყურადღება ამაზე და უფრო მეტად გააძლიერეთ ეს. და ის თემები, რომლებიც თქვენ გარჩევენ ენერგიას და ვერ აკონტროლებთ და თქვენი კონტროლის არეალში და ზონაში არ არის, რასაც თქვენთვის მოაქვს შფოთვა, მოაქვს გაღიზიანება, ნერვიულობა, უარყოფითი ემოციები, წარმოიდგინეთ, აი ეს საქმეები, ეს ყველაფერი, ადამიანები, ურთიერთობები, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენზე ძალიან ბევრი რამე არ არის დამოკიდებული. ხვალ როგორი ამინდი იქნება, რა სიტუაცია იქნება, ეს პოლიტიკური მდგომარეობა იქნება თუ ხვალინდელი ჯანმრთელობის აი ეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის ზონაში ხომ არ არის. მაგრამ ამისი შიში, შფოთვა, ამისი ნერვიულობა, განცდა ყველაფერი არის ჩვენში, ხო? და მოდით, აი ესეც რო გავმიჯნოთ, იმას, რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, გავაძლიერებთ და იმას, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ჩვენი გავლენის ქვეშ არ არის, წარმოვიდგინოთ, რომ აი ესე, აი ამ წრეში, აი ამ ტბაში, აი ესე ჩავდოთ, აი ესე და თითოეული აი ამ ფურცელზე გადავხაზოთ და გავაუქმოთ. ჩვენს გონებაში გავაუქმოთ, გადავხაზოთ ბოლომდე. რომ აი ამითი თითქოს დაუსვათ წერტილი იმას, რომ რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და რაზეც ჩვენ არ შეგვიძლია მოვახდინოთ გავლენა, იმაზე დავივიწყოთ ყველანაირი შფოთვა და შიში და აი ესეთი განცდა. გავაქროთ, აი წარმოიდგინოთ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენი ფიქრების არეალიდან გავაქროთ ეს ყველაფერი. და შემდეგ ასე ღრმად შეისურვეთ ცხვირით. და ახლა პირით ამოვისუნთქოთ აი ეს. და
გამთავისუფლეთ, აი ფაქტიურად ესე გაუშვათ ჩვენგან ჩვენი გავლენის წრიდან, რაზეც გავლენა არ შეგვიძლია რომ მოვახდინოთ. და განთავისუფლეთ თქვენი თავი, თქვენი ფიქრები, თქვენი სხეული, თქვენი გონება ყველა ამ უარყოფითი ემოციისგან. აი ეს არის კიდევ ერთი დამატებითი ტექნიკა და შემდეგისთვის რომ გააკეთებთ ამას გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები მაინტერესებს უკავშირი. ხომ არ დაამატებთ დღევანდელ დღეს რამ ესა ნინო ან ლიან მაკა. ჩვენ წინაზე გავიარეთ კიდევ ის რამდენი წლის ვართ ჩვენი შეგრძნებებით. ხო, ესეც საინტერესო იყო ძალიან, კი. და იმ ცნებების სრულება, რომელიც იმ დროს რამდენი წლისაც ვართ, ვერ ავისრულეთ. კი. ჩვენი შინაგანი ბავშვი, ხო? კი. რამდენი წლისაა ჩვენი შინაგანი ბავშვი? კარგით, ესე იგი, ეს ჩვენ ვთქვით, გავიარეთ, კი ბატონო, ყველა ადამიანში არის შინაგანი ბავშვი და ეს უნდა აღმოვაჩინოთ ისევ ჩვენ, რომ რამდენი წლის ბავშვი ცხოვრობს ჩვენში. ყველას სხვადასხვა ასაკი ექნება. აი შენ შემთხვევაში რამდენი წლის იყო მაკა? ბავშვი? 19 წლის. და რა უნდა შენ შინაგან ბავშვს? რა უნდა, რა სურვილები აქვს 19 წლის მაკას? 19 წლის მაკას. ბევრი რაღაც სურვილი მქონდა, ესე იგი, რაც ვერ გავაკეთე და იმიტომ დავრჩი 19 წლის იმაში. ასაკში მე ვფიქრობ, იმიტომ რომ სულ მგონია თავი, დღესაც კი რომ ვარ 19 წლის. აი 19 წლის რაღაცა თომ ეს ის მაქვს აკოიატებული. ხო, და მაგაზე, რა ვიცი, მინდა ვიფიქრო უფრო მეტი, რომ აი რა მინდოდა, მაშინ კიდევ უფრო ვისი სურვილები მქონდა, რომ ის ავიხდიდო. ის ერთია რომ იმ პერიოდში რა უნდოდა 19 წლის მაკას, მაგრამ აი დღეს რომ ჩვენში ცხოვრობს 19 წლის მაკა, დღეს რა უნდა? იმ მაკას, დღეს რა უნდა? აი ამაზე იფიქრე მაკა. დღეს რა უნდა? დღეს რა უნდა 19 შენ შინაგან ბავშვს რა უნდა დღეს? და ყველა მასე დავწეროთ, რამდენი წლისაა ჩვენი შინაგანი ბავშვი და დღეს რა ენდომებოდა ჩვენ შინაგან მაკას, თამუნას, თქვათ, ნინოს, ლიას თუ იზას თუ ყველას რა ვიცი, აი რა ენდომებოდათ. დავფიქრდეთ ამაზე და რამდენიმე საკითხი, რაც იქნება იქიდან მნიშვნელოვანი, აუცილებელია რომ ჩვენი შინაგანი ბავშვი გავახაროთ. დაუთმოთ დროს საკუთარ თავს, საკუთარ ოცნებებს, საკუთარ მიზნებს, ის რა გვინდოდა მაშინ. ის ერთია, ის აუცილებლად ის მოქმედებს და გავლენას ახდენს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე. იქიდან გამომდინარე თითქოს ისახება ჩვენი მისია, რომ რაც მაშინ გვინდოდა ჩვენ ბავშვობაში რომ გამოვსულიყავით, რა ოცნებებიც ჰქონდა, რა მიზნებიც ჰქონდა, ის არის რეალური ჩვენი დღევანდელი მისია. მაგრამ დღეს ჩვენ ის შევძელით, შევასრულეთ თუ ვერ შევასრულეთ, ან შეიძლება კიდევ ძიების პროცესში ვართ. კიდევ ბოლომდე ამოუწურავია, ხომ ვიცით ჩვენ ადამიანების შესაძლებლობები ამოუწურავია და შეიძლება რომ ადამიანმა არის ამისი შემთხვევებიც, რომ თქვათ 60-65 წლის ასაკში დაიწყოს სწავლა. ის რაც უნდოდა ბავშვობაში, მთელი ცხოვრება სხვა საქმეს ემსახურებოდა და შემდეგ მიაღწია, უკვე გაიგო და აღმოაჩინა, რომ რეალურად რას მოქონდა ამ ადამიანისთვის ბედნიერება, სად იყო, სად გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. და ის რაც ჩვენ გვინდოდა, ის ერთია. ისიც გავიაზროთ, ის მნიშვნელოვანია ძალიან. ჩვენ ვდგავართ თუ არა იმ გზაზე, რაც ჩვენ ბავშვობაში გვინდოდა რომ გამხდარიყავით. მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი რომ დღეს რა უნდა ჩვენ შინაგან ბავშვს. 5 სურვილი იქნება თუ 10 სურვილი იქნება, თუ 20 იქნება, თუ 1 სურვილი იქნება. ეს აუცილებლად დავწეროთ და შემდეგისთვის ესეც განვიხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ ჩვენში წლები არაფერი არ არის, წლები მხოლოდ ნამდვილად ციფრებია და ჩვენში რაც ცხოვრობს, როგორც ცხოვრობს ჩვენი შინაგანი ბავშვი, ის უნდა გავახაროთ და აი წარმოიდგინე მაკა, აი შენი 19 წლის, შენი შინაგანი 19 წლის მაკა. აი ეხლა შენი წარმოსახვით მიდი, აი დაინახე როგორია ეს მაკა. აი შენს წინ დაინახე და მიდი და ჩაეხუტე. აი ესე ჩაეხუტე. კარგად ჩაეხუტე და უთხარი რომ
შენ ყავხარ მას. შენ ყავხარ და შენ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ის 19 წლის მაკა გაახარო დღეს. აგზნობინე ის სითბო, ის სიყვარული, ის მზრუნველობა შენგან და ეს შენი როგორ ვთქვა, ვალდებულება არ არის. ეს არის შენი შინაგანი ხმა, რომ იმ მაკას აუცილებლად სჭირდება შენი თავი. და უნდა აგრძნობინო, რომ შენ აქ ხარ და შენ გააკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ის გაახარო და ბედნიერი ამყოფ. კი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. აი ეს იყო. ხომ არაფერს დაამატებთ ისევ რაიმე ხომ არ გნება. პრინციპში დასამატებელი არაფერი არა მაქვს ამოწურავად იყო, ნუ ეხლა მეკვების ნაწილში შემიძლია ვიექსპერტო აქეთ არაც ამონას ნაწილში იქ უბრალოდ სამუშაოებს შევასრულებ რაც არის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ეს ყველაფერი სიკეთისკენ წამიყვანს პირადად მე და ვინც შეასრულებს ამას. მაგრამ პრინციპში არაფერი მაქვს სათქმელი. ძალიან კარგი. იმედია რომ შემდეგისთვის ყველაფერი იქნება უკვე შესრულებული და მწვანე კალმის პრინციპით გავაკეთებთ იმას, რომ ის პირველი ეტაპს, მეორე ეტაპს, შემდეგ ეტაპს ეიზენჰაუერის ფანჯარასაც გადაუღებ ამას აუცილებლად სურათს და ამასაც ჩავაგდებ ჩატში, რომ კიდე ვინც მოისმენს ჩვენს ვიდეო ჩანაწერს ესეც გააკეთოს და უკვე დამასრულებელ წლის ბოლოა ფაქტიურად შემდეგ უკვე, ხო? შემდეგი ჩართვა. კი. და თუ კი იქნება ცოცხალი შეხვედრა და ვიქნებით ბევრი და ინტერაქციაც იქნება, უფრო ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი გამოგვივა ჩვენი შეხვედრა. და დავასრულებ ბოლო ეტაპსაც. კი ბატონო. მადლობა ყურადღებისთვის, რაიც თუ რაიმე კიდე. მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო გამოლა, ძალიან. დიდი მადლობა. კარგი, დაბა, დროებით. შემდეგ შეხვედრამდე.